თუ შეაგინა ძალიან ცუდი გაუკეთებია, მაგრამ თუ შეაგინა და შეურაცხყოფა მიაყენა, შენ რომ ურტყამ, რა განსხვავება ერთი დონის ხართ? რა განსხვავება ერთი დონის ხართ? რა და მით უმეტეს მაშინ მოდი რასან მაგას ამბობენ რომ ქალია და ესე როგორ მოექცნენ და ასე შემდეგ, ქალია და როგორ დაარტყა. ქალია და ხელებს რატო იღებს? ქალია და რატო იქცევა ისე როგორც ბოდიში გამოთქმაზე და ფერმის ღორი რო არ მოიქცევა. მაგრამ ამას ყველაფერს თავი დავანებოთ. დღეს მისი ადვოკატები, ეგრეთ წოდებული კოლეგები გამოდიან და ახასიათებენ მას, რომ ეს არის ჟურნალისტიკის კორიფე, ეს არის სამაგალითო დედა, ეს არის სამაგალითო მოქალაქე. შეიძლება არის რა, მაგრამ უამრავი კრიმინალი ვიცი, რომელიც სანამ კრიმინალურ ქმედებას ჩაიდნენ და მანამდე სამაგალითო მოქალაქე იყო. ეგეც შეიძლება, ხო? თეორიულად ყველაფერი დასაშვებია. აქ თავარი არის ერთი რაღაცა რა, რომ რატო წარმოიდგინეს ჩვენმა კოლეგებმა და ზოგიერთმა ეგრეთ წოდებულმა კოლეგებმა, რომ ჩვენი პროფესია არის ინდულგენცია და ყველაფრის უფლება გაგვაჩნია. რატო წარმოიდგინეს ვიღაცეებმა, რომ დაუშვათ პარლამენტის გადაწვისთვის შეიძლება ადამიანს პასუხი მოეკითხოს, მაგრამ ის არ უნდა იყოს მსახიობი. მსახიობს შეუძლია პარლამენტის შენობა გადაწვას, შეუძლია პოლიციელებს ქვაესროლოს, შეუძლია შეურაცხყოფა მიაყენოს ისეთი, რომელსაც ადამიანი ვერ მოითმენს და ჩვენ უყურებთ პოლიციელები ითმენდნენ. კოლეგიალობის საკითხის დგება, რა თქმა უნდა, მე მზია ამაღლობელი საერთოდ კოლეგად არ მიმაჩნია, არ ჟურნალისტად არ მიმაჩნია, იმიტომ რომ კი არის ბიზნესის მაგვარი რამ არის მედია, რა თქმა უნდა, ეხლა მაგი რო არ იყოს ვერ იარსებებს ელემენტარულად რა, მაგრამ შენ ხო შენი ღირსება გაგაჩნია, შენ ხო შენი მოქალაქეობრივი სოციალური პასუხისმგებლობა ხო გაგაჩნია